დაიჯერა რომ სკეის შუქნით და ძალიან მოიწყინა. წინა ვიდეოში მთელი დღე სასტუმრო პარკ ჰოტელ წინანდალში და რედისონში გავატარეთ. ვითამაშეთ ჩოგბურთი და პადელი ერთმანეთს შევეჯიბრეთ სხვა ტიპის ცურვაში, მანქანებსაც კი გავასწარით და ბოლოს ერთი დიდი კითხვა დაგიტოვეთ. რა ვაჩუქეთ მართას დაბადების დღეზე? დღეს კი ყველაფერი გაირკვევა. მართლა სკეის შუქნით პოარ მოგალ. აუ, იტყუები ახლა. მანამდე კი უნდა ვნახოთ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, რომელიც დაუჯერებლად ლამაზი აღმოჩნდა. ჩაუთქვამთ სურვილებს და ვნახავთ შეიძლება თუ არა რომ ოცნება იმავე წამს ახდეს. და მთავარი, დღეს არა ერთმანეთთან, არამედ თქვენთან ვითამაშებთ. ამიტომ ვიდეოს ბოლომდე უყურე, მანამდე კი პირველი ტოპ კომენტარის ავტორი გამოვავლინოთ. გამარჯობა, მე 5 წლის სესილი ვარ. მოუთმენლად ველოდები თქვენს ახალ ვიდეოებს. ძალიან მიყვარს თქვენი სახალისო ამბები. დედიკოსთან ერთად სულ გიყურებთ ხოლმე. ახლაც დედა მეხმარება რომ კომენტარი დავწერო. გელა, მანანა და მართა ძალიან მიყვარხართ. მარიამ და სესილია, დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისთვის. ძალიან გვიხარია, როცა ვიგებთ რომ ჩვენს ვიდეოებს მშობლებთან ერთად ან და-ძმებთან ერთად უყურებთ. ჯერა რომ ყველაზე ლამაზი მომენტები სწორედ მაშინ იძებნება, როცა ერთად ვიცინით და ერთად განვიცდით. ხანდახან ერთი ერთად ნანახი ვიდეოც კი შეიძლება სასიამოვნო საუბრის, თამაშის ან ახალი იდეის დასაწყისი გახდეს. თუ გინდა თქვენი შვილები პატარა სიურპრიზით გაახაროთ, შეგიძლიათ ეწვიოთ ჩვენს საიტს. იქ გაგხვდებათ ქუდები, ჰუდები, ჭიქები, მაისურები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან მზადდება და პატარა, მაგრამ მნიშვნელოვან ღირებულებებს ატარებს. რომ სიკეთე არის ჩვენი სუპერძალა და შრომით ყველაფერი გამოგვივა. მართა მალე დაგარწმუნებთ რომ ეს ფრაზა შეიძლება ნებისმიერ ასაკში იქცეს რეალობად. ახლა კი ჩვენი გაღვიძების დროა. ჩვენი მეორე დღე პარკ ჰოტელ წინანდალში ყველაზე სასიამოვნო ნაწილით იწყება საუზმით. მოდი ვნახოთ ვინ რას აირჩევს. მართა ერთი წესია რომ მხოლოდ 3 რაღაც აღება შეგიძლია. მოკლედ ბეკონს და კარტოფილს ავიღებ რა. კიდე დაამატე რამე არ გინდა? რომელი პური გინდა? მაგარს უბრალოდ იწყობს მართა. ხო, რო ხარ ეს ადგილას მაგარი გშივდო. რა შევამჩნი? რატო ყველგან საჭმელი რომ მაგიტომ? ხო, მოკლედ ესენი ჩავყარე, ანუ ჩავყარე ესეთიც და ესეთიც, ორივე აურიე. მარი რა თქმა უნდა ყავას ასხავს. უი გელა მოსულა, ჩვენი მდინარე ძმა. ჰელო, ქშია, ყავა უეჭველი გენდოვება შენ. მე ვჭამაგერ ხლოფსონას, ხლოპიებს, რა თქმა უნდა ყავას, მართაც იგივეს და პლუს აიწყო რაღაცა საჭმელები, ბეკონი და კარტოფილი და მადლობთ. დილით ყველაზე მნიშვნელოვანი არის წყალი. აი ეს გამოიყურება მეგობრებო. ვერცხი არ მიყვარს. პირველ რიგში მე ესეთ დასკვნა გავაკეთე, რომ ადამიანები, რომლებსაც ძილი ძალიან უყვართ და არასდროს არ იღვიძებენ, რავი, ანუ როცა კაი საუზმეა, მშვენივრად იღვიძებენ. მართა რა სჭამს საუზმეზე? სტაფილო, კარტოფილი, ტყემალი, ბეკონი და პური. მოკლედ ახლა არის 11 საათი. მართა მათზე გაგვაღვიძა ყველა, იმიტომ რომ საუზმეზე უნდა ჩამოსვლა. მე რაც შემეხება ვჭამ ხლოფიებს და ყავას. ეს პირველი ეტაპი მეგობრებო. მეორე ეტაპზე შეიძლება შევჭამო ჰუმუსი და ცოტა ბოსტნეული ჯანსაღად რომ დავიწყოთ, რაც შეიძლება საუზმე თუ შეიძლება და საუზმე ყველაზე მნიშვნელოვანი კვების ის არის რა, ნაწილი ჩემი აზრით, იმიტომ რომ თუ დილით კარგად და ჯანსაღად შეჭამ, მთელი დღე გექნება ენერგია. მე მაგალითად დილით რო არ ჭამ ხოლმე 3-4 საათზე უკვე ისეთ უცხასიაზე ვარ, შეიძლება ყველას ვეჭხუბოდა, ამიტომაც დილითვე მაჭამეთ თუ შემხვდებით სადმე. კარგია, მომწონს, კარტოფილი ძალიან მომეწონა, გემრიელია, ბეკონი ძალიან მომწონა და ხლოპიები ძალიან მომწონა. ეს ბიჭი დილით არ არის კონტაქტური მეგობრებო. რა სახით ჭამს, რა ხარ ვინმე არ დაინახოს და ვინმე არ შეაშინოს მეშინია. ომში იყავი თუ გეძინა რა იყო შვილო. აი ნახეთ დილით წყალი აუცილებელია. დილით ვიმზადებ ხოლმე მე თვითონ რა. ადრე მაგალითად ვიმზადებდი ურს რაღაც და თელას წავუსვედი რა. რაღაც ტკბილეულებს და რაღაც ახლა კიდე დაგეძებს ვიწოვ ხოლმე. რა დამოუკიდებელია ბავშვი. თუ არის რამე ტკბილია რაღაცა, ყველსაც ვიდებ ხოლმე. და შეწვა იცი ანუ საჭმლის. ვინ გასწავლა? მანანა ალბათ. რატო არ გაწყობს რომ მოყვე რომ შენმა და უდიდეს ცელოფანი გაკეთა სადაც მოგითავსა სკოლაში რა შეიძლება და წაგიღო მშობლებისთვის ძალიან კაი იდეაა რა ჩემი აზრით რომ მოყიდე ისეთი რაღაცები რაც მალე არ ფუჭდება აი კრეკერები და ხილი ნუში ჩირი და ეგეთი რაღაცები და ისეთ ადგილზე მქონდა შენახული რომ ეგრევე ვერ შეჭამდა ვერ წდებოდა და ყოველდღიურად უბრალოდ ჩამომქონდა და მომზადებდი და კარგი ხანი ეყო რა რას მიკეთებს დილით ანუ კი უსაყვარლესობა ამაა რა სემსახურება ეს ყველაფერი მოდის მაღვიძებს დილის სანამ გავასახლიდან მან ჭრევს მანა გიგონება რაღაც მოხდა ეგრევე გამოუხვიძებ ხოლმე და კარგად და მეთქი კარგად ანუ მაღვიძებს რომ მითხრას კარგად მართა კიდე უნდა შეჭამო ეხლა რამე შეიძლება სკოლაში წაიღებდი აქედან საჭმელს ჩვენი მეგობარი მაშო არის ვეგეტარიანელი არსებობენ ვეგეტარიანელი ადამიანები და არსებობენ ვეგანი ადამიანები ვეგეტარიანელი ადამიანი არის ადამიანი რომელიც არ ჭამს ხორცს და ვეგანი ადამიანი არის ადამიანი რომელიც არ ჭამს ხორცს და არ ჭამს
ასევე რძის ნაწარმს, არაფერს საერთოდ არ წყველს, არ რძეს და კვერცხსაც არ ჭამს და პესკეტარიანელი ადამიანი არის ადამიანი, რომელიც არ ჭამს ხორცს, მაგრამ ჭამს თევზს, ხო? დაახლოებით იგივე რაც ვეგეტარიანელი, უბრალოდ ჭამს ასევე ზღვის პროდუქტებს და თევზს, მაგრამ არ ჭამს ცხოველებს და არც ქათამს რა, ანუ არც წითელ ხორცს, არც თეთრ ხორცს. და მოკლედ, შემნაირი ადამიანი, რომელიც ძირითადად თურმე ჭამს ბოსტნეულს და ძალიან იშვიათად მიირთმევს ხორცს, ეს ადამიანს ქვია ფლექსიტარიანელი. მან ავარიცოთ ფლექსიტარიანელი. ძალიან იშვი ანჩადამ დღეში რო არ ჭამოს რამე, ეგეთი ანუ არ არის ხო ფლექსიტარიანელი თქოებო? ნორმალი პიპოლი. მე რო ვარ ვეგეტარიანელი, თვითონაც უნდა რომ რაღაცეიანელი იყო. თუმა ჭამს ხორცებს. ახო დამიჯერეთ რომ მე ვარ ფლექსიტარიანელი. შენ ხარ რუსთაველი. და რუსთაველიანელი. ჩილაობენ ჩვენი მეგობრები. კაი, ამზე? გელამ გადაწყვიტა რომ მართას გაიხუმროს. მართა დარწმუნებულია რომ უკვე იცის თავისი დაბადების დღის საჩუქარი, მაგრამ ცოტა მოითმინეთ, შეიძლება ყველაფერი ისე არ იყოს, როგორც თქვენ გონიათ. იცი რა მაგარი სკეიტია? ვარდისფერი. სკეიტი. ხო, რა, იცი კატაობა? მე კარგად. მართლა სკეიტს ჩუქურს ხო არ მოგაქვს. აუ, იტყუები ახლა. აუ, იტყუები. ქვისი მართლა. სიმართლე გითხარი ეს არ ξέρω. აუ, არა, ხო არ მჯერა. აუ, მართლა. არ ჯერა. ხო ჩვენდი რა. კაი, ხო. ჩილაუთ. კაი, რა გჭირს მართლა. მართლა სანახევროდ დაიჯერა რომ სკეიტს ჩუქნით და ძალიან მოიწყინა წერა, ინაღამ ცრემლები წარმოვიდა და გული დამეწვა, მაგრამ ძალიან გაუხარდება მე საღამოს ძალიან გავახარებთ. ჩემი აზრით სკეიტი არაჩვეულებრივი საჩუქარია, მაგრამ წარმოიდგინეთ, მართლა სკეიტი რომ გვეყიდა. სანამ ამას ნახავთ, თქვენს ტოპ კომენტარებს დავიკითხავთ. მართა, მანანა და გელა ძალიან მიყვარხართ. მიყვარს ორი ერთნაირის არხი. ყურებისას სულ რაღაც ახალს ვიგებ და ვღებულობ თქვენგან. მე მარიამი ვარ და ჩემი აზრით მართას ახალ ტელეფონს ჩუქნით. გახარებული მოველი ახალ ვიდეოს, რადგან მალე გავიგო. ცდები თუ არა, მიყვარხართ ძალიან. მინდა ტოპ კომენტარებში მოხვდე, მაგრამ თუ არ მოხვდები არ აუშავს. მიყვარხართ. გამარჯობა დემე, ჩვენ ძალიან გვიყვარხართ და ძალიან გვიხარია რომ ჩვენს ვიდეოებს უყურებთ. საინტერესო აზრი გაქვს საჩუქარზე. არის თუ არა მართლა მობილური, ამას ძალიან მალე გაიგებ. და კიდევ ერთი ამბავი გვაქვს. ტოპ კომენტარებშიც მოხვდი, რადგან ხომ იცი როგორც ვამბობთ, შეუძლებელი არაფერია. ძალიან ლამაზია. ეს ადგილია სახლის? კი, მართა? ანუ ეს ავიზი ეზო იყო? კი. რა? ანუ ეს თლიანად მაგისი ეზო იყო? კი. ანუ ძალიან ლამაზი ეზო ქონდა, ანუ რა მხელაა თან. კი, შენ ჯერ კიდევ არ იცი, აი აქ არის ლაბირინთი, აქ არის ნატრის ხე და აუცილებლად ვნახავთ. ეს ლაბირინთია? კი. შეიძლება შესვლა? კი. შევიდეთ რა? კაი. კი, ნახე რა ლამაზი სახლია. შიგნით სამწუხაროდ გადაღება არ შეიძლება, მაგრამ რასაც ვნახავთ, აუცილებლად ვუყურებთ და გამოგიტანთ ინფორმაციას და მოგიყვებით. წავედით? წავედით. ნახვამდის. მეგობრებო, წინასწარ გეტყვით, რომ როცა მე-11 კლასში გადახვალთ, გეტყვიან, რომ ალექსანდრე ჭავჭავაძე რომანტიკოსი პოეტი იყო. ეს ნიშნავს იმას, რომ მისთვის მთავარი სიყვარული და თავისუფლება. ამიტომ უპირისპირდება ყველანაირ ჩაგვრას. მისი ლექსები იმითაა განსაკუთრებული, რომ ერთმანეთთან აკავშირებს ქართულ ლიტერატურის ტრადიციას და ყველაზე თანამედროვე ევროპულ იდეებს. წინანდალიც ასეთ ადგილად ჩაიფიქრა. ეს ადგილი საიდუმლო პორტალი უნდა ყოფილიყო, რომლითაც მისი ნატრა ახდებოდა და საქართველოს მთელ სამყაროს დაუკავშირდებოდა. მე-19 საუკუნეში სწორედ აქ ამ სახლში იკრიბებოდნენ პოეტები, მუსიკოსები და ბევრი საინტერესო ადამიანი. აქვე გაშენდა ულამაზესი ბაღი, საქართველოში პირველი ევროპული ტიპის პარკი, სადაც სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოტანილი მცენარეები იზრდება. წინანდალში კიდევ ერთი საინტერესო რამ მოხდა. სწორედ აქ პირველად ბოთლში ჩამოისხა ქართული ღვინო, ევროპული წესით. წინანდლის მუზეუმის შენობა 1886 წელს აშენდა და 2007 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა. მუზეუმი ხშირად ანებიურებს დამთვალიერებლებს საგაზაფხულო და საშემოდგომო გამოფენებით. მუზეუმის წითელ საგამოფენო დარბაზში უტა ბექაიას ინსტალაცია დავათვალიერეს, რომელიც ხელოვანმა ზამთრის პერიოდსა და მასთან დაკავშირებულ მოვლენას, ზამთრის მზებუდობას მიუძღვნა. ემოციებით დატვირთულებმა გადავწყვიტეთ ამ ულამაზეს ადგილას სურვილები ჩაგვეთქვა. ერთ-ერთი ჩვენგანი სოცნება მაშინ ვიახდება. სხვა შორის წინანდლის მამულში ერთ უცნაურ ცხოველსაც გადავაწყდით. ცხოველია? შენს გულს მოусმინე და ისე ჩაიფიქრე სურვილი, გაიგე? ძალიან ლამაზია, აი ვიყიდით ახლა ლენტებს, ფერად და ყველა ლენტი სხვადასხვა სურვილისთვისაა რა. 4 ფერის ლენტი გვაქვს რა. თუ ჯანმრთელობა გინდა მაშინ ლურჯი უნდა შეაბანა ნატრის ხეს, თუ წარმატება, სტაფილოსფერი, თეთრი ქორწინება და სიყვარული. რა მაგარია. ყველა ერთად იყიდება, მიხდია? კაი მოფიქრება ძალიან. არ გიხდება ნამდვილად? ჯერა ყველაფერი ხდება.
ანუ თუ გჯერა ყველაფერი აგიხდება. მაშინ მოყვა წეღან რომ წინაზეო რა ჩავიფიქრე ამიხდაო და ეხლა ჩვენმა ბავშვმა უნდა ჩაიფიქროს და ნახოთ ავხდება თუ არა. აბა წარმატებები წავედით ეხლა ნატრის ხე ნახოთ. აქ არის ლაბირინთიც მართა ძალიან მოგეწონება ჩემი აზრით. იცოდე გიყურებთ რომელს შეაბა. აბა მართა გაიკვლიე გზა ნატრის ხემდე. რა კარგი სუნია ღმერთო. სკოლაში ნატრის ხეს ვაკეთებდით მანანა იცი? მართა დავიკარგე რა ლამაზი ხეა. კიდევ ერთხელ სურვილებზე რაც გულით გინდათ ყველაფერი ახდება რა. წარმოიდგინეთ რამდენ ადამიანს აქვს იმედი რომ თავისი ოცნება და სურვილი აუხდება. ანუ იმედი რო არ კონდეს არც ერთი ადამიანი არ შეაბაოდა ხეზე თავის ნატრას. ამიტომაც პირველ რიგში ძალიან მიხარია რომ ყველას გვაქვს რაღაცა სურვილი და ნატრა და მერე ის რომ აი მართლა გვაქვს იმედი რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც ჩვენ მთელი გულით გვინდა და ეხლა ჩვენ სურვილებსაც დავამატებთ და ყველას აი ვინც კი აქ ნატრა შეაბა უსურვებ მთელი გულით რომ მათაც იგივენაირად აუსრულდეთ ეს სურვილი ისე როგორც მე და რა თქმა უნდა მაშოს და მართას და გელას. თან მალე დაბადების დღე გვაქვს და სურვილები შეგვიძლია ჩავიფიქროთ. აიმე რა ლამაზია. ეს არის სურვილების სასახლე, სურვილების სახლ-მუზეუმი. მე ადრე აქ დავავიწყდა ეხლა რომელია ჩემი, მაგრამ ადრე მახსოვს რომ ერთი სურვილი მივაბი და ამიხდა სხვათა შორის ამისრულდა და აქ თუ მოხდებით, ეს არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ. ეს ადგილი არის რაღაცა საოცრება და ყველაზე დიდი სილამაზე რა. მე პირველი ავიღებ ჯანმრთელობას. ჯანმრთელები რო ვართ, მაგის ხალისი რო გვაქვს, რომ თუნდაც სიყვარული გვინდა, წარმატება გვინდა, ქორწინება გვინდა, ის გვინდა, ეს გვინდა, იმიტომ რომ ჯანმრთელები ვართ და ჩემი გამომწერების სახელზეც ვაბავ ეხლა ამ ჯანმრთელობას. არა, ეს საერთოდ სხვანაირი ჩაფიქრებაა რა. აი აქ ის მერჩ. ახლა ყველაზე ძალიან რა სურვილი გვაქვს და დაბადების დღეზე რა საჩუქარი გვინდა, მაგას ვიფიქრებთ. ხო. კაი. რაღაც ძალიან გძელი სიაგა. მორჩა ორივე. შენ რაღაცეები ჩამოთრა მგონი. ტაკისი? ტაკისი ჩაიფიქრე გოგო? არა. ოპა. შენ რა ჩაიფიქრებით ხარჯი? ოქ მე არა ვიტყვი. მიგვანიშნე აბა? ხახო მგონი ქორწინებას აბავს თუდად ვარ. ხახო ერთი წამი ქორწინება რამდენია გახედეთ ხახო რამდენი თეთრია? ვიღაცამ საერთოდ ფატა მოავა. ცხოველია? წამ გავიდეთ. ვინდა მანახე. დედა. რაიმე? ახმა. რა ხდება? ბიჭო, გელა. რა ცანცარა. შეიძლება წამოგიღეთ სურვილები რო შეაბა, კი არ დაგვავიწყდი, მიეცი? აღარ უნდა ეხა ზედმეტი რაღაცეები, გელა შემოდი და მოიყვანე ცოლი. შეაბი თეთრი. გელამაც ესე შეაბა თავის სურვილი, ძალიან მომეწონა ეს აქტივობა. ვიღაცა როგორი მეამბოხეა რომ აქ შეა. მოკლედ აქ რა ხდება მართა? ამ კალიდორს ხო ხედავ? ზუსტად ერთი სურვილით უნდა გაიარო ბოლომდე თვალებ დახუჭულმა გვერდზე ვინმე მხელი უნდა ჩაკიდოს. ერთხელ თუ გაახევ, ეგ სურვილი არ აგისრულდება, ამიტომაც თვალებზე დახუჭო, გელას უნდა ენდო, არ გაახიოს გელას. წინ არაფერი არა მართა, ნუ გეშინია. რა ხდება? ეს რა იყო? რაჩა? დაჯი. რა ჩაიფიქრე, ცა გითხარი. გოგო, ხო არ აგიხდა? ეგ ხო არ ჩაიფიქრე, ჰა? ჰა? ეგ ჩაიფიქრე? იქ კი. აუ, მართლა ხდება ხალხო ეგ სურვილები. დაგიხარია? ძალიან. რა ბედნიერია ჩემ. გაიმე! სულ ახალია მართა. მე. სურათი გადაგვიღე მართა. კაია? მალი ხარია ჯერო. შოქშია. ანჯერო. მოგწოს? ორსასვენებს ხსნის. აიმე. დიახ, ახლა არ მცალია. აუ მართა ხო არ მაჩუქებ? ნახეთ როგორ უხდება ჩემ შარვა. და ვარდისფერიაცია. ეს აჩქარი არის შენი ოჯახისგან. ადლო. სკეიტი რო არ არის, ხო არ გეწინა? არა, გადავცვლით თუ გინდა სკეიტში. არა კაცო, არა. Oh my god. ძალიან მიხარია. აიმე რა ტელეფონი აქვს. მართა დაიმსახურე ეს ტელეფონი, იმიტომ რომ ჯერგე ჩემი ტელეფონი ძალიან გაფუჭდა, მე კიდე სწავლობ კარგად, ხარ კეთილი, რაც მთავარია, ხარ მშრომელი, ვიდეოებსაც იღებ, მეტი რა უნდა გააკეთოთ 11 წლის ბავშვმა, რომ მართლა დაიმსახუროს, რომ ყველამ ერთად გავუკეთოთ რაღაცა ისეთი საჩუქარი. მოგეწონა? ძალიან. ეგრე გიხარია? ამის მერე სურათებს ვიცით ვისი ტელეფონით გადავიღებ. მადლობა ყველას საერთოდ. ძალიან
ხარია რა გავაკეთო. მართაც ძველი ტელეფონი უკვე აღარ მუშაობდა და გადავწყვიტეთ ოჯახის პატარა საჩუქრით ეს პრობლემა ერთად მოგვივარებინა. სიმართლე გითხრათ, ჩემს ბავშვობაში ასეთ საჩუქარზე ვერც კი ვიოცნებებდი, მაგრამ სწორედ მაშინ ვისწავლე ერთი რამ, რომ შრომით ყველაფერი გამომიო. დღეს ვიცი, რომ როცა ბევრს მუშაობ და ერთმანეთს მხარს უჭერთ, შეგვიძლია ჩვენი და ძმა ან ოჯახის წევრი გავახაროთ. ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც ის არის, რომ ერთმანეთის გვერდით ვიყოთ და სიხარული ერთად გავიზიაროთ. ახლა კი ნახოთ, რას გვწერთ კომენტარებში. გამარჯობა, მე ვარ ლაზარე, მაგრამ მამაჩემის სახელი წერი არ ვიცი, რატომ, მოკლედ ძალიან მიყვარს თქვენი ვიდეოები და ჩემიდაც უყურებს. მე თქვენს ყოველ ვიდეოზე რაღაცას ვწავლობ და ეგ არის კარგი. ძალიან მინდა რომ კომენტარიც გამარჯვებული ვიყო, შეიძლება არა, მაგრამ მაინც დავწერ. მეთქი მოკლედ ძალიან მიყვარხართ. გამარჯობა ლაზარე, დიდი მადლობა რომ შენ და შენი დაიკო ერთად უყურებ ჩვენს ვიდეოებს. დაძმობას ხომ განსაკუთრებული ძალა აქვს. მაინტერესებს გელს და მართას ურთიერთობაში ხომ არ დაგინახავს თქვენი თავი და თქვენც ასე ხომ არ ეხუმრებით ხოლმე ერთმანეთს. მოკლედ ეხლა ძალიან მოგშვიდა და მივდივართ რედისონში, რესტორან ნათელაში, სადაც უნდა დავაგემოვნოთ კერძები და აუცილებლად განახებს თქვენ ძმართა გახარებული. აი აქ შეგვიძლია რომ უფასოდ გადავიღოთ სურათები და დაგვიბეჭოს. მოდი 4-ვე. რა უცბად დაიბეჭნა? გასაყვარლო. აი მე. ახეთ რა საყვარელია. ძალიან საყვარლები ვარ. ხო, ეს ჭაღი და ის ჭაღი ჩემი ფავორიტია. ჭაღები არის საუკეთესო. ჩავდოთ ახლა ეს სურათი. ეს სურათი ახლა თავის ახალი ტელეფონის სასადებში უნდა შეინახოს. არასდროს არ უნდა მოიღო, იცოდი, კაი? აუ, რა საყვარლობა, ძალიან მომწონს. მოკლედ, ეს არის homemade ლიმონათი და ახლა მოდი დავაგემოვნოთ სანამ ყველაფერს მოგვიტანენ და მე გაჩვენებთ რა ლამაზი კერძები მოიტანეს. დღეს თავი მოვიშიეთ ძალიან, რომ გემრიელად ჭამოთ და ყველა ვართ ძალიან მშივრები და რესტორანი ნათელა გვიმასპინძლებს და ვნახოთ. ანუ უკვე იმდენად ლამაზად გამოიხურება ყველა კერძი. მოდი ორი ერთნაირს გაუმარჯოს, ჩვენს დაბადების დღეს გაუმარჯოს და ჩვენს გამომწერებსაც გაუმარჯოს. ძალიან ფრეშია. ჩვენ მოგვიტანეს პირველი კერძი ორაგული ქინძმარში და იმდენად კარგად გამოიხურება, რომ არ ვიცი, ეს არის ფხალის დაფაჭვი შტართან ერთად. ნახეთ, კიდე გვაქვს კიტრი პომიდორის სალათი, რა თქმა უნდა ნიგოსში, აი, ულამაზესი. კიდე პომიდორის სალათი გვაქვს სულგუნთან ერთად და ეს სალათი მგონი ძალიან მომეწონება. მოგვიტანეს ფრი და კიდევ ეს რაღაც, ანუ ზუსტად არ ვიცი რა არის, შეიძლება ყელია ან ხორცი, არ ვიცი ზუსტად, მაგრამ გავსინჯავთ აუცილებლად. ლამაზი იქნება და კარგი იქნება. მოდი გავსინჯავთ. ეს არის ვაზის ფოთლის ტოლმა, რა ლამაზია ნახე. ხახო, ორაგული 10-დან 10. ხაჭაპური? აუ, ძალიან კარგი. არის 10-დან 10. გავსინჯოთ ეხა ალუბლის соусიანი პომიდორის სალათი. კარგად გამოიყურება ისე. მართა გასინჯაო? მართა არის ერთადერთი ადამიანი, რომელსაც კიტრი პომიდორის სალათი არ უყვარს. ვისაც ვიცნობ მე რა ვიცი. ყველას უყვარს მის გარდა. რა კაია, ძალიან კაია. რა გავაკეთე, მე ვიზუალზე ვცნობ საჭმელს და შემიძლია თქვა, ანუ არის თუ არა 10-დან 10. ეს საჭმელი ისე გამოიყურება, რომ შანსი არ აქვს ვიდი რომ იყოს უბრალოდ. რა სინჯავ? ახლა ეს არის ტოლმა. ალბათ ამ განსხვავებული ქვია, მაგრამ ტოლმა ნაღების соуსში. აი, ესეთია. ან ჩოკვიჩო ხო? ორი მიაყოლე, როგორია? აია? ყიყი. მე რა თქმა უნდა გავსინჯავ ჩემს საყვარელ კიტრი პომიდორის სალათს, ასევე კარტოფილს და ის რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, კაცვის ნაგეთს. Vaya. Bravo, მე უწერ ყველაფერს 10-დან 10. ულამაზესია და უგემრიელესია. მაშა შენ რას გვეტყვი როგორც ვეგეტარიანელი? აია, მოკლედ წასვლის დროა, ძალიან კი არ გვინდა აქედან წასვლა იმდენად ლამაზია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. უსაყვარლესი სტაფია, როგორც პარკ ჰოტელში, ასევე აქეთ რედისონში. კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა გველის. მართა პირველად მოიწმეს ჯაზ ცოცხალი შესრულები და სანამ მეორე თამაში დავიწყებთ, ერთ რამეს გითხავთ. გქონიათ ის მომენტი, როცა სიმღერა ძალიან გინდათ, მაგრამ რწხვენიათ. თითქოს ხმას ვეღარ იღებთ. ის შეგრძნება, როცა ფიქრობ არასწორად ვერ ვიმღერებ. უნდა გავჩუმდე. მინდა ერთი პატარა საიდუმლო გაგიფრთხილოთ. სმენა შეგიძლია გაავარჯიშო. და როცა სმენას გაავარჯიშებ, შენ ხმასაც მიეჩვევი. როგორი ხმაც არ უნდა გქონდეს. დღეს ჯაზის მოსმენად მოვედით. მოგწონს? კი, მოგწონს მართლა? კი. ეს არის ჟანრი, რომელიც თითქოს რთულად ჟღერს, მაგრამ სიამდვილეში თავისუფლებაზეა. და ახლა მოდი ერთად ვითამაშოთ. ჯერ კარგად მოусმინე. ეს არის ჯაზი. ეს არის როკ მუსიკა. ეს არის პოპ მუსიკა. ეს არის კლასიკური მუსიკა. ახლა ჟანრები აურიეთ. მოусმინეთ ყურადღებით. ცადეთ გამოიცნოთ, რომელი ჟანრი იყო პირველი, რომელი მეორე, რომელი მესამე და რომელი მეოთხე. ჯაზი, პოპი, როკი თუ კლასიკა.
საბავშვო წიგნებს ვათვალიერებდით და ესე წიგნი არასდროს არ მინახავს. ნახეთ, შეგიძლია რომ ხელი გადაუსვან და ნახე. ვაიმე, ძალიან საყვარლობა. უცბად მოვდივარ და გელა იყურება აი ამ წიგნში, რომელიც არის საბავშვო და რაღაცა ძალიან მოეწონა. მარს აიყურება სხვა წიგნში და ძალიან ჭკვიანად ხედან. იქით მასო ათვალიერებს მენიუს და აქეთ ნახეთ მე რა ვიპოვე ახლა. აქეთ არის მუსიკასთან დაკავშირებით და მუსიკის ჟანრებთან დაკავშირებით წიგნები და ნახეთ რამხელა ჯაზის წიგნია და მინდა რომ გადმოვიღო ახლა. ანუ ამხელა წიგნი მე პირად არასდროს არ მინახავს. როგორ მიხდები რომ ვინმე მაგალითად ჯაზს უკრავს. უნდა გესმოდროს რომ ბევრი ინსტრუმენტი უკრავს ერთად. ნახე ის რამხელა საკრავია. ადამიანზე მაღალია. ძალიან სასიამოვნო იყო ჯაზის მოსმენა, როდესაც ცოცხალ მუსიკას უკრავს ამდენი ადამიანი. ძალიან სასიამოვნოა და ჩემთვის თერაპიასავით იყო. ასე დასრულდა ჩვენი სტუმრობა წინანდალში. ამ ორ დღეში ბევრი რამ გამოცადეთ, ვითამაშეთ, გავიცეთ და ძალიან ლამაზი ისტორიის ნაწილი გავხდით. მოვინახულეთ ალექსანდრე ჭავჭავაძის მამული. ნატურის ხეს სურვილები ჩაუთქვით და დარწმუნდით, რომ ზოგჯერ ოცნებები მართლაც ხდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ასეთი მოგონებები სწორედ მაშინ იქნება, როცა დროს ოჯახთან ერთად ვატარებთ. დიდი მადლობა პარკ ჰოტელ წინანდალს ამ საოცარი მასპინძლობისთვის და დიდი მადლობა თქვენ, რომ ბოლომდე გვიყურებთ. თუ პირველად გვიყურებთ და ჩვენი ვიდეო მოგეწონა, აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი არხით, რადგან შემდეგ შაბათს ახალი თავგადასავალი გვეულდება. ახლა კი წავიკითხავთ თქვენს კომენტარებს. იქნებ შემდეგ ვიდეოში სწორედ თქვენ მოხდეთ ტოპ კომენტარებში. აბა დროებით.